გუმგერდის არეში მძიმედ დაჭრილი დოდო გუგეშაშვილის საკუთარი შვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა. ბაგრატიონის ქუჩაზე გუგეშაშვილის ძმის სახლში, სადაც მისი შვილის ცხედარი ასვენია ეს ღუდუშაურის კლინიკიდან, რეანიმობილით გადაიყვანეს. მანამდე კი კლინიკაში მივიდნენ დოდო გუგეშაშვილის მეგობრები და სასულიერო პირები, რომლებმაც მას შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს. თადარიგის პოლკოვნიკი მოგვიანებით კვლავ ღუდუშაურის კლინიკაში დააბრუნეს. გუგეშაშვილს კლინიკიდან სავარაუდოდ 5 შაბათსაც გამოიყვანენ, რომ შვილის გასვენებაში მივიდეს. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ჟურნალისტებს ექიმმა ნიკოლოზ ქარცევაძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. თუმცა მკურნალობის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ექიმები გუგეშაშვილის პანაშვიდზე გადაყვანის რეკომენდაციას არ იძლეოდნენ, რის გამოც ოჯახის წევრებს ხელწერილი დააწერინეს. ვიღავით შესულები დოდოსთან, მეგობრების სამგდელოება, მეუფე და დავაგებინეთ ტრაგედიის შესახებ. ხვალე გასვენება არის საძმოს სასაფლაოზე, საბურთალოზე და იქაც წამოვიყვანთ დოდოს. კალბატონი დოდოს მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ესე რომ ვთქვათ, გამოდის მდგომარეობიდან ნელ-ნელა სავარაუდოდ ამაშავესთან დაკავშირებით, ამ საქმესთან დაკავშირებით. ყველაზე ჭეშმარიტი და სწორი ინფორმაცია კალბატონ დოდომ იცის და საგამოძიებო უწყებებს. რამოდენიმე დღეში გამოვა მდგომარეობიდან, ისე რომ თქვენ ინტერვიუ აიღოთ, შეგხვდებათ, დოდოს დასამალი არაფერი არ აქვს, თვითონ გაქცევთ ყველა კითხვაზე პასუხს. გაიგო დოდო რომ შვილი აღარ აღავს. ამ თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია, მანამდეც მაქსიმალურად იყო შეზღუდული, გამომძიებლებიც არ შედიოდნენ. ყოველ შემთხვევაში ერიდებოდნენ მაგ ამბავს, იმიტომ რომ არ იცოდა. სხვა თემაზე არაფერზე არ ყოფილა, უბრალოდ არ ნუგეშებდნენ. ორი მამაო იყო და უახლოესი მეგობრები ვიყავით და არ ნუგეშებდით. მეტი ისეთი რომ რა მოხდა, როგორ მოხდა ჯერ არაფერი არ ვიცი.